გამარჯობა, მე ჰიტავარ და მე 160 IQ მაქვს და ეს კამი აქ ტყუილად არ არის. ნამდვილი მაგია. როგორ ახლა მირიანი? Hello. ნახეთ რა მაგარი სტუმარი მყავს დღევანდელ ვიდეოში. მირიანის გენიალური ვიდეოები ალბათ ნახი ექნებათ და მირიანი მოგზაურობს მთელ საქართველოში ძალიან ბევრ ადგილზე იყო ჩვენს საერთო ვიდეო გადავიღეთ და ახლა ვიდეოს რომ ხედავთ მირიანის არცეც იქნება ჩვენი ერთად გადაღებული ვიდეო, ოღონდ ჯერ არ უყუროთ იმას. ჯერ ეს ნახეთ, რადგან მირიანს დღეს მისგან განსხვავებულ ამპლუაში განახებთ. მივიყვარს? ჯერა კაი. რო აგიხსნა კონტექსტი რა არის? ჩემი გამომწერები ჩემს Facebook ჯგუფში აგზავნიან სპეციალურად მიმებს, ერთმანეთსაც აჩვენებენ, ლაიქებენ, უკომენტარებენ და ბევრი ნახვა აქვს და 100,000 ადამიანზე მეტია უკვე ჩემს ჯგუფში. მიმები 160+2 ქვია. და აქ გამოგზავნილ კონტენტზე, ასე ვთქვათ, მე ესე პერიოდულად შევდივარ და გადავხედავ ხოლმე და რეაქციის ვიდეოებს ვიღებ. ახლა ეგეთი პერიოდი უწევს და თან ამ კონტენტში მე ყველაზე მეტად მიყვარს ისეთი ადამიანების მოწვევა, ვინც ასეთი კონტენტისგან შორს არის, რადგან უფრო საინტერესო გამოდის. მე ძალიან შევს. თან ძალიან მაინტერესებს თუ მოგეწონება ეს ყველაფერი. Okay. და თუ გაგეცინება, რაიმე ღირებულს დაინახავ მასში. ჩემი ახლის მთავარი პარტნიორია საქართველოს ბანკი. პირველი არის ეს ფოტო. სადაც არის ნატურა, რომელიც ანათებს მზის პანელზე და არის უსასრულო ენერგია. რაც ფიქრობ იმუშავებ და ასეთი რამე. ალბათ. შენს ლეგენდარულ მანქანაზე მზის პანელები ხომ არ აგებს? არა, მზის პანელები არ იყო ისეთი, რომ იმდენი ენერგია მიმეღო, რომ შესაძლოა და არ დავაკეთე. ვისაც არ გინახავთ ბირიანის მანქანა. მანქანა ხო არის მანქანა რა. და მანქანას ადგას ზემოდან სახლი. გვერდით გამოდის ერთი 4 ოთახი. სამზარეულო, აბაზანაც აქვს. მაცივარი კიდე რა გაქვს. ინტერნეტი გაქვს ხო იმაზე კარგი ვიდეო ჩვენ გვაქვს სახლში, რადგან Starlink უფრო ჩქარია და Starlink დააქვს. გასქურა, საჭმელი. ოთახი და მოკლედ. ბევრი რაღაცა. ენერგია. ჩემს კომუნიტიში არსებობს ასეთი ტერმინი, რომელსაც ქვია რებუსა მიმების დამწერლობა. და ეს ადამიანები ფოტოებისგან და რაღაცებისგან რაღაცებს წერენ ხოლმე. ანუ ეს რაღაცას ნიშნავს. ხო, აქ რაღაცა წერია ახლა. ეს არის ავატარ აანგი, ეს ამ მანქანას ეძახდნენ ბუმერს. და ეს თუ არის აანგი, ბუმერანგი. ბევრი უფიქი. ეს ასეთი დამწერლობით დაუწერიათ, რა ვეფხისტყაოსანი დაუწერიათ. იმ ყველაფერი დაუწერიათ საერთოდ. რაღაცა ისეთი მანქანები, რომელსაც ძალიან ბევრი ჯერ გადააკეთებენ და გადმოაკეთებენ. ხაფანგს ხო ეძახიან კიდე? ხაფანგი მყავს რომ ამბობენ. რადგან ეს ანგი არის, ხაფანგი შეიძლება იყოს. ხაფანგი. მაგრამ ბუმერანგი უფრო მომწონს. ჩაიფიქრე ფერი და მე გამოვიცნობ. კარგი, ჩავიფიქრე ფერია, ლურჯი. ახლა გამოიცანი. ლურჯია? მარტივ. ეს რა მიმდინარეობა იცი? ანუ ჩაიფიქრე ფერი და მე გამოვიცნობ, ამას ხო ადამიანი წერს AI-ის რა. და AI მიწერა რომ ჩავიფიქრე და მან გამოვიცნოდა. ეს არის მიმდინარეობა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ჩემი გამოწერები AI-ის ეღადავებიან და მაგას როგორ აკეთებენ, მაგაზე იღებენ რაღაცებს. ისწავლის ბოლოს. ეს არის GTA 6, რომელიც GTA 5 გამოვიდა. ხო, GTA 5 გამოვიდა 2013 წელს, ახლა 2026, ანუ ერთით ახალის გამოსვლას ველოდებით 13 წელია, ხო? ეხლა უნდა გამოსულიყო და ეხლა ზაფხულს გამოდის და მეც ეს 1.6 თვეა ვანონსებ, რომ ეპშტეინის ფაილები რო გამოქვეყნდა, მაგაზე უნდა გადავიღო ვიდეო და რომელიც უფრო მეტად ელოდება ხალხი რაღაც მაღაზია რა. და როდის იზამოდეს? ამ ვიდეოს შემდეგ, მეგობრებო, დაახლოებით 10,000 კომენტარი დამიწერეს იმაზე, თუ როდის გადავიღებ ეპშტეინის ვიდეოს. რაც არ უნდა დავდო ინტერნეტში, რომელიმე სოციალურ ქსელში, სულ მეუბნებიან, რომ ეპშტეინის ვიდეოს რო შევგვირდი, სად არის და სად არის და სად არის? პროექტად არის კომპიუტერში. ისანი ვინ არის? გრიგოლ ვაშაძე. გრიგოლ ვაშაძეზე და ჩემზე აკეთებენ მიმებს ამ ბოლოს დროს, ნახე? ხო, რაღაცით გევხ. და თუ აკეთებენ, იცი რომ ერთ-ერთ პოდკასტში ვიყავი სტუმარად და იქ მკითხეს, დამეხეით კომენტარი რა დაუწერიათ შენზეო და მე ვთხარი გვიშინ დამიწერეს, რომ ვიღაცამ დამიწერა გრიგოლ ვაშაძის ახალგაზრდობა ხარო. შიგულზე აწერია ფრიტომ და არის 10,000 ლარიანი ნომერი. რა კომენტარს გააკეთებდი ამაზე? აჩუქეს. აბარა სიტყვი. ანა იყო მის შეყვარებული და მე გადააკეთე. შენ გადა. ხო. საჩას ჩვენ არ მოგვექცეს, ძალიან თბილად მოვიდა და მოგვეფერა. ხო, აქ მოვიდა, ძალიან გაიარა გამოიარა. ახლა იწევს იქეთ. ხო, მოდი თუ გინდა. მომწონს შენი გადა. გამოიარე კაცი უნდა. არ ინტერესებს. თუ შეხავარს. ჭამე. უნდა რა თავი დაანებო.
ჩემი პერანკის ეტიკეტი კისერს ეხება, ჩემი ტვინი. ახალთან საცმელს რო ძალიან დიდი ეტიკეტები აქვს. მთელი ის რომ მოყვება. ციგნაკი. გამერ მე კომენტარის უფრო სხვა რაღაცა მაწუხებს ხოლმე ზედასგან განსხვავებით სხვა დასაცმელს აქვს ხოლმე ეტიკეტი სადაც საჭირო არ არის საერთოდ. ეს ვიხდი რასაც გულის ხო. და მე მაგრატე და სუაფუჭებ. გადაგდი. რატო? ჰიტა პიტა ზიტა კიტა. სიტა სპიტა წვიტა. კაია. ტახა ეშლებათ კიდე. ტახას მეძახიან ზოგჯერ. მე მარიამს. მოკითხვა იმ ადამიანს. მარიამს. დაახლოებით საათი ნახევარი მწერდა და ბოლოს აღმოჩნდა რომ ბიჭი ვიყავი და მილიანი მერკო. აი მათე ქალბატონათე. ქალბატონო თან მე უხერხული მომენტი მქონდა რომ მეგონა ვიცნობდი და ისეთ რაღაცა ეს მეკითხებოდა და ბოლოს მკითხა სად სწავლობ და რაღაც მე თქვი რაში გაინტერესებს სად სწავლობ რა დრო შეგსწავლდა და აუ ბიჭი ხარო საათი ნახევრის მერე. ბოდიში ბევრ გოგოებს წერდა სახელი ვერ წავიკითხე კარგად. ეგეთი ისტორია არ გამიგია, მაგარი. ველოდები ტელეფონის მანქანის Bluetooth-თან დაკავშირებას, რომ მანქანის მართლა დავიწყო. შეიძლება ელოდები ხოლმე მანქანაში. გახურებას არა, პირდაპირ მივდივარ. როცა კარავი აშლილია, მაშინ როცა ხვიდე? დავსულვარ, ფიქრია იწვა შიგნით. კარგად ამთავრ. ერთი დათვი მოიგებს თუ 6000 ქათამი. ამას ეკითხებიან AI-ს და AI პასუხობს 6000 ქათამს. 6000 მოტივირებული ქათამი. დაგეშილი. დათვი დააზიანოს. ეგეთი ქათამი თუ ერთი დათვი შენი აზრით. ქათამი. მართლა? ძალიან ერთობაში. ან ბევრი 6500 რაღაცა მოგზდებს. უკვე საშიში. ვა, აქ ჩვენი აზრები გაიყომერიან. რა უნდა ოქნას ახლა ქათამა და სხვა? მან რა სუზავს მაგას არ აქვს შეიძლება 6500 რაღაცა რომ მოგზდებს უკვე საშიში. უკვე დუხს გაგონა დათვი თუ ხარ? შეიძლება ვერც დაინახო რა მოგზდებს 6500 იმდენი. ჩემი აზრით თვალებს თუ ამოჩიშქნიან დათვს. მაშინ მოერევიან ხოლმე, მაგრამ თუ თვალებს დახუჭავს დათვი. და თვალდახუჭული დაიწყებს ბრძოლას, მაშინ მოიგებს დათვი. თან ქათამი დაფრინავს. დათვი სიმაღლეზე. მიაფრინდება. სწორად მიდიხარ. კომენტარებში დაწერეთ მეგობრებო 6000 ქათამი თუ დათვი. მე ვამბობ რომ მაინც დათვი მოგიგებს. აი ესე თუ ვინმეს დაინახავენ რომ მე მგავს, ესე სკრინავენ ხოლმე და ჩემი თავის ძალიან ბევრი ვერსია მინახავს სხვათა შორის. ესეც რაღაცა. კი, მეც ხო გითხარი, ჩემთვის ვის გევხარ? Mindhunter-ის სერიალიდან. Mindhunter, ხო, სერიალური მკვლელობა თვითონ ჩაბარდა. რო ეთამაშება. საპონი, საპანა, რაბანა, საპონი, საპანა, რაბანა, დაბანა. ეს მიმევის ახალი მიმდინარეობაა, სადაც ესე სახელები უნდა გაირთმოს ალბათ. ეს რა არის? ეს არის ჩემს community-ში იყო ესეთი ტრენდი, ჩემს ვიდეოს როგორ უყურებენ და თან როგორ ჭამენ. მაგაზე იღებენ ვიდეოებს და ასეთი ფორმატის დაახლოებით, რავი, 1000-ობით ფოტო მინახავს. და ეს რა არის? ეს არ ვიცი რა არის ხა პირველად ხედავ. რომელი ყველაზე უცნაური გულწრფელად? აი მინახავს წყალქვეშანავში, მინახავს თვითფრინავში, გეიმზე, ჩემპიონთა ლიგის ფინალზე. ვაუ, შენ უებსის ხო ადამიანებს თვალს? კი, შეძლებით დაგვარი. შენი და მერაბის თელი ამბები ყველა მცნახი იქნება ალბათ. ეს არის ხაბიბი, ეს არის ხაბიბი 2-0. ხაბიბი 2-0 ასაცი. ევე ხაბიბი. ჩიმაევი, ნინჯა ხაბიბი. ეს არის ზაბიტ მაგომენჩარიპოვი. ძალიან კარატის ილეთებით ჩხუბობდა და რაღაცა და ნინჯა რო დაფრინავს. ეს არის შარაბულეტი და ცალთვალა არის და პირად ხაბიბი მიტოხია. ბილიონერ ხაბიბი, იმიტომ რომ მამა მილიარდელი ყავს. კი, მაგრამ რისთვის გაიხადეთ ფული? ნუ მე ხომ DJ ვარ და ხალხი უნდა მომეხოდა სიმღერებით. დავუნერ თავს ქორწილში Mortal Kombat-ის საუნდტრეკს. აუ იმ მომენტში ჩხუბი უკვე დაწყებული იყო და უბრალოდ მინდოდა შემელამაზებდა. სწორი გადაწყვეტილა. ქორწილის ჩხუბში თუ ხარ ნამყოფი? არა. სულ რამდენიმე ქორწილში ვარ ნამყოფი. არ მიყვარს ხმრალობა. მაგრამ ვაფასებ ადამიანს, რომელიც შესაბამის დროს შესაბამის მუსიკას რთავს. არსებობს რომ რაღაც მზის ჩასვლისას ჩართო მუსიკას, რაღაცა დილით ჩართო, რომელიც მოგზაურობაში გეხმარება და ჩხუბში. მე მგონია რომ მაგას უნდა გაჩერებული იყო და გაიცინათ. თუმცა ჩემი ყველა ყალბის სისხლი გამოვიყენე და კიდევ აძლევს ლავარაკს. შენ თავი მგონია მადლობა რომ მკითხე. რა მხელა ეგო. 5 და 50 წუთი და 59 წამიანი ეგო აქვს. რატომ დაიწყე YouTube-ობა? ერთ ვიდეოში მქონდა ესეთი კეპი, რომ ზემოთ რაღაცები ეხატებოდა და ეხლა დოლარები იყო და მასე დასკრინეს. საქართველოს ბანკი არის საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი. ასევე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების და საქართველოს ოლიმპიური ნაკრების. ასევე შემოიარჩიეს მთავარი პარტნიორია, რაც ძალიან ასწორებს.
ჩვენს კალათბურთის ნაკრებს 2-5 ივლისს აქვს სოფლიოს შესარჩევის მატჩები, ამიტომ ერთად ვუქომოგოთ და გავაძლიეროთ ჩვენი მხარდაჭერით. მირიან, შენ რატომ დაიწყე იუთუბერობა? დამაძალეს. ვინ? ჩემ მეგობარმა. იმიტომ რომ ისლანდიაში რომ მივდიოდით, იქიდან რაღაც 1 წუთი ვიდეოს ჩამოტანა, ის არის საცდაობაო და მოდი იუთუბერობა დაიწყე და მე შემორჩი ასე? ცოტა მომეწონა და ცოტა როგორი აღფრთოვანებული და აღტკინებული ხარ იუთუბერობისადმი? და წიხლი დამაჭირე. კარგია, მინიმუმ რამდენიმე წლის შემდეგ რომ ნახავ ამ მოგზაურობებს, ჩემთვის კარგი არის. ყველაზე დიდი მას მაგას ვხედავ, რომ მირიანის სამ გავიცნობდი, მანამდე მის ვიდეოებს უყურებდი ხოლმე და ისეთი განცდა მქონდა, რომ აი რაღაცა ძალიან ლაქშერი მანქანით, რომელსაც მთელი ყველაფერი დააქვს, ესე რაღაცა ადგილებში მიდის საქართველოში და იქ ესე კემპინგს თუ ოველებს. მე რა ჩემ გასაბერ სახლში დაჭი და გაგიქრა. სინამდვილეში რომ გაგიცანი ესე მივხვდი რამ ხელა გამოცდილება და ცოდნა გაგაშნია საქართველოსადმი და ყოჩახ შენ. და შენ მეგობარს დიდი მადლობა რომ დაგაძალა იუთუბერობა, რადგან ზოგადად ადამიანებსაც გვიყვარს და რაშიც კარგები ვართ და რითი სიამოვნებას ვიღებთ, მაგას რომ სხვა ადამიანებს უზიარებთ, ეს პლატფორმა მაგას ემსახურება, რომ ნამდვილად, იმიტომ რომ ერთწუთიანი ვიდეოში ვერ გადმოსცემ იმას, რა განწყობა გაქვს, რა ხდებოდა იქ, როგორი აურა არის და YouTube-ს აქვს ეგ მაგის შესაძლებლობა, რომ ზოგადად ნახე YouTube-ს ვინც იწყებს, ყველას გონია რომ რაც უფრო დიდ შრომას ჩადებ ვიდეოში, მით უფრო დაგიფასდება და მით უფრო შესაბამისი ნახვები ექნება და შენ ისეთი ვიდეოები გაქვს, რომ მარტივად ვერცერთს ვერ გადაიღებ. თითოეულ კადრზე ბევრი ნამუშევარი გაქვს, იმიტომ რომ პროფესიით ვიდეოგრაფი ხარ. სხვანაირი ხედვით აკეთებ, ფერებს ასწორებ, ჯერ რამდენიმე დღე გეხარჯება მარტო ერთი ვიდეოს გადაღებაზე. არის ისეთი ვიდეოები, რომელზეც მეც ბევრი დღე მეხარჯება და რაღაცა შეაბა 3 თვით მიმუშავია ერთ ვიდეოზე, მაგრამ მიერების განხილვა არის ყველაზე ისეთი, აი ჩავჯექის კამში, ჩემმა გამოწერებია ბარაზე გადაობენ, მეც ვიღადაო და 1-40 წუთში ვიღებ. შურს. ჩემი აზრით ესეთი ფორმატი არ გიქნებოდა ნანახი, რომ ესეც მარტივად შეიძლება და შეიძლება რაღაცაში ეგეც გამოგადგეს მე, რომ რაღაცები ან გაამარტივონ, სხვანაირად დაინახო და ამიტომ მე მგონი კარგია. კაი გამოცდილება, ანუ Skyline-ია ეს ხო? ეს არის Skyline, რომელსაც აწერია გაცვლა. და ქვემოთ დაუწერა ვიღაცამ გაცვლი და ეს არის ტანკი ტანკის სუცლის ვიღაცა. სხვადასხვა ეს ტანკები ძვირი იყო. თამაშის ალბათ. ხო, ჩვენს ბავშვობაში იყო ესეთი მითი, ყველა თამაშობდა Lineage-ს და Lineage-ში, აი ჯერ კიდე მაშინ როცა ქალაქში ჯიგულები დადიოდა უმეტესობა მანქანები, ვიღაცამ Mercedes-ის ჯიპი გაუცვალა Lineage-ის ხმალში. და ეს საქართველოში დადიოდა ესე რომ ხმალში გაცვალეს მანქანა და ძალიან სიგიჟე იყო. მე ხლა ციგია. როგორც კიდე Overlanding-ის ესეთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი საქართველოში რა სიტყვის მაგ მიმდინარეობაზე. რამდენად ბევრ ადამიანს უყვარს საქართველოში ან ჩვენი ქვეყნის დონე როგორია. სხვა შორის კარგი დონე გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში არის Overlanding-ი ლეგალური, ანუ ნებისმიერ ადგილზე შეგიძლია დარჩენა და სხვა ქვეყნებში, აი ევროპულ ქვეყნებში არ შეიძლება. იქ არის campsite, სადაც აუცილებლად მანქანაში რო კარავი აწივა არ შეიძლება? არა, და იმ campsite-ზეც ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდ ახასი ხდის 60 ევროს, რომ უბრალოდ შენივე კარავში, შენივე ხჭულობაში დაიძინა ორმა ადამიანმა. Campsite-ს შემოღობილი არის და იქ უნდა დარჩე. სხვაგანად დარჩე, ძალიან მაღალი ჯარიმები არის. გზიდან რო გადაუხილა სანამ მინდორში დაიძინო, ვინ მოვა? ადგილობრივები რეკავენ, ეგ ერთი და მეორე ისლანდიაში მაგალითად გადახვევაც არ შეგეძლო. ანუ სადაც გზა არ იყო იქ რო გადასულიყავი, გზარმაზარ ჯარიმა. და საქართველოში აი სადაც გინდა გაშალე კარავი და არავინ არ გეტყვის და ეგ მაგ მხრივ ძალიან თავისუფლება გოგოს და ჩვენები კი არა ძალიან ბევრი ქვეყანა ჩამოდიან მაგის გამო რომ ეს ველური კემპინგი განიცადო რა არის. ვაუ, ცოტა წარმოუდგენელი ხმა მაგას რო ვისმენ. თუ ვინმე საშეუვარდი ეზოში აქ არავის არაფერი არ ინტერესებს. სხვის ეზოში არ ვიცი, მაგრამ სხვის ტერიტორიაზეც რო დარჩე, თუ ნორმალურად იქცევი, არ მახსენდება ფაქტი, რომ მოსულიყო იმეს და ეთქვა რომ ეს ჩემი ტერიტორია, მაგრამ გადი ეგეთი რაღაც საქართველოში არ არის. აა, საქართველოში მე მგონი პირიქით იქნება, რომ შეიძლება იქ ვიღაცამ ხაჭაპური შემოგაწოდოს ან ლობიანი ან ზუსტად, მაგითო ვართ უნიკალური ქვეყანა, რომ ყველაფერი არის ესეთი ხელშესახები. ხალხი კარგი ვართ და აი გამიხარდა არ ვეღარ. სხვა ადამიანს ბევრ ქვეყანაში ახ საბერძნეთში მაგალითად თბილი ხალხი არის. სკანდინავიაშიც არის მითი რომ რაღაცა ცივი ხალხი არის, მაგრამ ყველგან თბილად დაგვხვდნენ. შენი გამოცდილება გითხარი, როგორი იყო უბრალოდ? პირველად წავედი ესე მანქანით დასარჩენად და ძალიან მომეწონა და ყველაზე მეტად მივხვდი რა მაკლდა. ამ ბოლო დროს როგორია ჩემი დღის წესრიგი, ციდილით ვიღვიძებ, სოციოლოგებს ვამოწმებ, რაღაცა მონაწილეები მიხდება, რომელზეც პასუხი უნდა გავცე, ამას ერთი
1-2 საათი მიაქვს, მე იქ რაღაც ანალიტიკას ვამოწმებ, ვიდეოზე მუშაობ, ვიღაცა მირეკავს, დღეში დაახლოებით 40 ადამიანს ველაპარაკები ან მეც და არც ღამე არსებობს შემთთვის, არც შაბათ-კვირა, არც დასვენების დღე არაფერი და ყველაზე მეტად მე მგონი იცი რა მომეწონა? ისეთ ადგილზე რომ წავედით, სადაც არ იჭერდა. აი სტარლინგი მაგითო არ წამოვიდა. და ეგ სიმშვიდე კიდე უნდა მოვიწყო. ესეც მიყვარს ეს დრაივი და მთელი ამბავი, მაგრამ იმასაც თავისი ადგილი აქვს რა. როცა მესამე მსოფლიო ომისთვის ჯარიდან გაწევა მოგივიდა. აი ეს კაია. აუზი გაგესი რა? რამათე. ანუ რამათელა, რამათე, კალო განა კაცი. რამათე, კალო განა კაცი ვარ. დასავალელი ხალხი. სტომატოლოგი სკოლაში საქმეები როგორ მიდის? სტომატოლოგი კითხვის დასმინა ერთ წამში. სამწუხაროდ. ეხლა დრაზე დავფიქრდი იცი კიდე. რაც გავიზარდე, ქართული ფილმები არ მინახავს რა. და რაც ნანახი მაქვს, ისიც რაღაც ბავშვობაში რაღაც ტელევიზორიდანაც მახსოვს მარტო და გქონია რომ ძალიან დიდი ღირებულება და რაღაცა ფასეულობები არის, რომელიც არ უნდა გავმაზო და კიდევ უნდა ჩაუშვიდე, ყველა უნდა ვნახო. შენ როგორ ხარ მაგ კუთხით? ცუდად. მე ცუდად, მაგრამ ეპიზოდების მიხედვით მჭირდება ხოლმე აი ფუთაიზე რო იღებდი რაღაცები ვნახე. კომენტარებში დაწერეთ თქვენი საყვარელი ქართული ფილმები რომელია და ერთმანეთის კომენტარებში წაიკითხეთ და თუ რომელიმე არ გაქვთ ნახი, ნახეთ და ჩვენც ვნახოთ. სოფლიოში რომელია ისეთი ადგილი, სადაც ძალიან გინდა რომ წახვიდე. რთული კითხვა დამის. აფრიკის ნახვა მინდა რაღაც ისეთი რომელიც ტურისტული არ იქნება და იქ რაღაცა ტომებთან დაგეგმილეთ არ მიხო. ახლა გაჩვენებთ კადრს, რომელიც მე გადავიღე მაშინ, როცა მირიანთან ერთად ვიყავი მისი ვიდეოს გადაღებაზე კახისის ტბაზე. აბა მირიან, სად ვართ? კახისის ტბაზე. მირიანი არის ადამიანი, რომელიც საქართველოში ყველა კარგ ადგილზე, საუკეთესოზე მით უმეტეს, ნამყოფია წლის ყოველ სეზონზე და ყოველ ამინჩი და ყოველი დღის მონაკვეთში. ჩემი ძლია. ხომ მაგათ დაგახასიათე? ამ გამოცდილების მქონე ადამიანს ახლა მინდა გითხო ესეთი რამე. ვიცით რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან ძვირფასია, გამორჩეულია, თაც გვაქვს და ბარიც და ზღვაც და მყინვარიც და ყველაფერი და პირადი განმოსახედიდან ამ ხელა გამოცდილების მქონე ადამიანის მითხარი ტოპ 10 ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოს ადამიანმა, ვისაც უნდა რომ საქართველოს ყველანაირი შეიგრძნოს. ტოპ-10-ს რო ჩამოთვლი, მე გავამწვანებ, მე სად ვარ ამყოფი და დანარჩენი რაც დამრჩება, წავალ იქ. 10 საუკეთესო ადგილი საქართველოში ნუმერაციის გარეშე. ვაშლოვანის ეროვნული ნაკრძალი, თუშეთის დართლო, რა თქმა უნდა. ნუ სხვადასხვა ბევრი ხეობა, მაგრამ დართლო განსაკუთრებით. შატილი მუცო აუცილებლად. მუცოში ვარ ამყოფი, ხა ჯერა ჩამოთვალე. სვანეთში ლახირი, უშგულიში, იქითკენ მყინვარისკენ შეხვალ, კარგი იქნება შხარასკენ. სოფელში ამყოფი ვარ. ხო, მაგრამ შხარასკენ უნდა შეხვიდე რომ მთელი სვანეთის ეს ხიბლი აიღო. აუცილებლად ბალდას ჩანჩქერი, დიდი ონიორის ჩანჩქერი, ტობას ჩანჩქერი, ოღონდ ეს ის ტობა არ არის, ეს არის ბალდაში, სამეგრელო. ტობა ვარჩხილის ტბები, 5 ტბა არის, 6 ტბა არის, მაგრამ 5 ძირითადი არის, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო, ოღონდ ცოტა რთული არის და აუცილებლად საჭიროა ფიზიკური მომზადება და 6 დღიანი ლაშქრობა არის, კარგი ლაშქრობა არის და ესე ვერ წახვალ. ალიასტომის ტბა აუცილებლად, ტირალას ეროვნული პარკი, გომის მთა, აქეთ სამცხე-ჯავახეთის ტბები, ფარავნის ტბა, საღამოს ტბა, ლევარის ტბა. არ ყოფნის ამ კაც 10 და რა ვქნათ. საქართველოს არის უნიკალური ადგილი, მართლა უნიკალური ადგილი. ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი და ესე ერთად სხვადასხვა კლიმატური ზონები ძალიან რთულია მართლა, იმიტომ რომ თაც ცალკე არის, ზღვაც ცალკე არის, უდაბნო ცალკე არის და აუ საქართველოში მოგზაურობა მაგრას. არც ერთი არ გამწვანდა. ორი გამწვანდა, მუცო და უშგული. კავკასიის ქედის ძიში რა სოფლებიც არის, ყველა ძალიან ლამაზი არის. და რაღაცა ისეთი უფრო შემონახული ტრადიციები არის. უკანაფშავი, ხევსურეთის აქეთა ნაწილი, პირიქითა გითხარი, პირაქეთ არის აბუდელაურის ტბები. და აი აბუდელაურიც გამწვანდა, ნამყოფობად მანდაც. მეგონა უფრო მეტ ადგილზე ვიყავი ნამყოფი. მაგრამ მე უფრო არატურისტული ადგილები მიყვარს. ნუ აქ გაურია ტურისტულებიც, მაგრამ აი ბუნებასთან შეხებლობა სადაც არის, იქ უფრო კარგად გრძნობ თავს. გამოიწერეთ ჩემი ახი, ეს ვიდეოც დაალაიქეთ და მირიანის ახსნაც გადადით და ის კლუბის ვიდეოც ნახეთ, რადგან იქ მაგარი სიგჟები მოხდა.